კრიზისის ფონზე ბიზნესის სასტუმროებს ყიდისეს და სხვა ამბები რამდენიმე წუთში. პარლამენტში ფარას სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც გადმოტანილია ტერმინები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონგრესის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა. ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის გეგმა ჩავარდა, ამბობს ირაკლი კობახიძე და ელის, რომ იანვარში ზრდა ორ ნიშნა მაჩვენებელთან ახლოს იქნება. კალტენ თაგარტის პროგნოზით წელს ფულად იგზავნილები 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარამდე შემცირდება, შარშან ქვეყანამ 3 მილიარდ 360 მილიონი დოლარის გზავნილები მიიღო. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომავალი წლისთვის შუა დერეფანში ჩინეთიდან დამატებით 600 მატარებელი გამოიგზავნება. გამარჯობა, საქმის კურსი ბრუნდება პირდაპირ ეთერში, ახალ ამბებს გიგა ბენია გაგაცნობთ. ქართული ოცნების პარლამენტში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი დარეგისტრირდა, რომელზეც პარტია ამბობს, რომ ამერიკული ფარას პირდაპირ თარგმანია. მომხსენებლის თქმით, კანონი გარკვეულ შინაარსობრივ და ტექნიკურ უზუსტობებს შეიცავს. მასში გადმოტანილია ტერმინები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონგრესის სახელმწიფო დეპარტამენტი. არჩილ გორდულაძის განცხადებით, მათ ფარას სიტყვით თარგმნეს, რათა თარგმანში დაკარგვის მცდელობები არ იყოს. წარმოუდგენელი ინიციატივა ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად და საკონკრეტებელი იქნება. კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა, მაგალითად საქმე ეხება კანონ პროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, პოსტის გენერალურ დირექტორს, შტატების პრეზიდენტს და ასე შემდეგ, რაც გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი და აქედან გამომდინარე შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილების საჭიროებაც არის. ძალიან ბევრი ცნობილი და არაცნობილი სასტუმრო იყიდება თბილისში. სასტუმროების მფლობელები ყიდიან უძრავ ქონებას, მაგრამ საჯაროდ ეს ინფორმაცია არ გამოაქვთ. ამის შესახებ გასულ კვირას გადაცემა წერტილში სტუმრობისას საკურა პროპერტისის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ განაცხადა. მისი თქმით, სასტუმრო ბიზნესით საქართველოში ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქეები ინტერესდებიან, საქართველოს მოქალაქეები კი ცდილობენ ეს ბიზნესი გაყიდონ. უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასტუმროები არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებში აქტიურად იყიდება, თუმცა ბაზარზე ამდენი მყიდველი მათი თქმით არ არის. ანუკა ჯოხაძე მუშაობს მთელი დღის განმავლობაში ამ თემაზე და გაკეთებული შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. ანუკა, რას ამბობენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ყიდიან სასტუმროებს? იგა ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდებზე განცხადებების მოძიება, რომ სასტუმროები იყიდება, რთული არ არის. იყიდება სასტუმროები ყველგან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მათ შორის ამ ბიზნესში ჩართული სუბიექტები გვიყვებიან, რომ ყველაზე დიდი წილი კახეთზე მოდის. ჩვენს კითხვაზე ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად არის გააქტიურებული თუ არა, უძრავი ქონების აგენტები გვიყვებიან, რომ ზრდა შეინიშნება. კომპანია რიენტელსის მმართველი პარტნიორი ზურა ბერისთავი ამბობს, რომ სასტუმროების გაყიდვაზე მოვართვიანობა მათ კომპანიაშიც გაიზარდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი არასტაბილური გარემო და შემცირებული ტურისტული ნაკადები, რასაც ბიზნესი ვეღარ უმკლავდება, რადგან საოპერაციო ხარჯის გაწევა უჭირს. თუმცა ერისთავი საუბრობს კიდევ ერთ დაკვირვებაზე, მისი თქმით, გაიზარდა მოთხოვნა სასტუმროების საოფისე სივრცეებად გადაკეთებაზეც, რაც გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორი ეძებს მიმართულებას, რომელიც ნაკლებად ზარალიანი იქნება. მომართვიანობამ იმატა სასტუმროების გაყიდვის თაობაზე. ეს არის ძირითადად თბილისში საოჯახო ტიპის სასტუმროები, ასევე არის მოწოდება სასტუმროების კახეთის რეგიონიდან. ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მათთან სტუმრიანობამ იკლო. ასევე არის მოთხოვნა შეკითხვები უпростоრად განსაკუთრებით თბილისზეა საუბარი სასტუმროების გადაკეთების თაობაზე ოფისებად. ამის შინაარსიც ის არის, რომ ალბათ სასტუმრო არ მუშაობს, მათ ამ მაღალი ფიქსირებული ხარჯის გადახდა უჭირთ და ფიქრობენ რაღაცა ალტერნატიული ფუნქცია მოუნახონ თავიანთ ქონებას.
სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უცხო არ არის ის, რომ ბაზარზე გასაყიდი სასტუმროების რაოდენობა მატულობს. სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალური დირექტორის ნინო ჩუბინიძის შეფასებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სასტუმრო ბიზნესის წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რასაც ბევრი კომპანია ვეღარ უმკლავდება. მისი შეფასებით, თუ გინდა დღეს რომ პროცესში გადარჩე, გიწევს მძიმე კონკურენციაში შესვლა და სასტუმრო ნომრებზე ფასის შემცირება. ჩუბინიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ თებერვალშიც როგორ იანვრის მსგავსად სასტუმროს ხარჯების დაფარვა მათ შემთხვევაშიც სასტუმროს მფლობელებს მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი არის ძალიან მოწყვლადი, ჩვენი არის ძალიან სეზონური. მე მგონია, რომ სავარაუდოდ ეს უნდა იყოს მიზეზი ასეთი ის არის მომატებული რიცხვის ანუ გაყიდვის სრულებით, თორე ალბათ მანამდეც არსებობდა რა თქმა უნდა ასეთი ობიექტები, რომლებსაც ქონდათ სურვილი ესა გაყიდვის. და იქიდან გამომდინარე, რომ მოკლედ არასტაბილური გარემო ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად ქმნის წინაპირობას იმისთვის, რომ ბიზნესი გაფუჭდეს ხოლმე, თავისთავად ცხადია სეზონურობა, რომელიც თავისთავად ცხადია აისახება. ეს ყველაფერი მოკლედ საკმაოდ მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენ ბიზნესს. ბიზნესის ოპერირების შენარჩუნებას ვახერხებთ დაბალი ფასების ხარჯზე, რომელიც ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. იქიდან გამომდინარე, სტუმარი ცოტაა ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი არის არა გადახდის უნარიანი და არა მსურველი გადახდის, ესა აქედან გამომდინარე მიდის აბსოლუტურად მგლური წესებით კონკურენცია. შესაბამისად გიწევს შენც რომ აუცილებლად უნდა იყო დაბალ ფასში, სხვანაირად უბრალოდ ვერ შეძლებ ოპერირებას. საკითხზე კითხვა დღეს ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილსაც დაუსვით, როგორც დავითაშვილი ამბობს, ძალიან გაზრდილია მიწოდება ისეთი ტიპის ტურისტულ პროდუქტებზე, რომელზეც ნაკლები მოთხოვნაა. შესაბამისად, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის აცდენაა. დავითაშვილის თქმით, გაზრდილი საწოლების რაოდენობა, მათ შორის Airbnb-ის ხარჯზე, სასტუმრო ბიზნესს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს. უფრო მეტ შეფასებას თუ რატომ აღარ არის სასტუმრო ბიზნესი საქართველოში მომგებიანი და მიმზიდველი და რატომ დაიწყო აღნიშნული ბიზნესების აქტიური გასხვისება კერძო სექტორის მხრიდან, ამას უკვე ჩვენი მაყურებელი შემაჯამებელ გამოშვებაში მისმენს. მადლობა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ანაკლიის სპორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება რამდენიმე თვეც არ გაფორმდება. ქართული ოცნების პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას ახალ კომპანიასთან აქვს მოლაპარაკებები, რომელიც ჩინურ კომპანიასთან ერთად ანაკლის ღრმაწყლოვანი პროექტის განვითარებას განიხილავს. დავითაშვილი, რომელიც გასული წლის მაისის ბოლომდე გვპირდებოდა ხელშეკრულების გაფორმებას, ახლა ელის, რომ შეთანხმება ამ წლის გაზაფხულზე, მაქსიმუმ კი ზაფხულის დაწყებამდე გაფორმდება. დავითაშვილი არ ასახელებს კომპანიას, რომელსაც ჩინურ სინგაპურულთან ერთად მუშაობა სურს. ჩვენ შევძლებთ რომ კონტრაქტი გავაფორმოთ უკვე ამ გაზაფხულზე. არაუგვიანეს ზაფხულისა. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, მაგრამ კონფიდენციალურია, მე სამწუხაროდ ვერ გაძლევთ მეტ ინფორმაციას, ჩვენ ჩემი მოლოდინი იყო, რომ უფრო სწრაფად მოხდებოდა მოლაპარაკებების რაუნდებიც უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა, თუმცა გვესმის, რომ რამდენიმე მსოფლიოს წამყვანი კომპანია არის მოლაპარაკებებში ჩართული, სხვა შორის დღესაც იმართება ერთი რაუნდი მოლაპარაკებების და უბრალოდ მეტი ინფორმაცია დღეს არ შემიძლია საზოგადოებას მიაწოდოს, მაგრამ უახლოეს ხანებში რა თქმა უნდა მოგაწვით ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ეს ახალი მოთამაშე საიდან არის? ამერიკული კომპანია ან ევროპული? ვერ მოგახსენებთ მეც, მაგრამ თუ სამეზობლოდან მაგალითად აზერბაიჯანი. ეს საერთაშორისო კომპანიები, რომელსაც აქვს საერთაშორისო დაფარვა წამყვანები თავის დარგში. ქართული ოცნება შუა დერეფნის კიდევ უფრო ათვისების პირობას ძლებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომავალი წლისთვის დამატებით 600 მატარებლის ტრანსპორტირება იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებზე, რომლებიც, როგორც დავითაშვილი ამბობს, შეთანხმებულია. ოცნების მინისტრის თქმით, აქტიური შეხვედრები მიდის საერთაშორისო კომპანიებთან და საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დამატებით გრძელვადიანად დამაგრდეს ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთები. ეს ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია იყო. საქმის კურსი მთავარი გამოშვებით 7 საათზე დაბრუნდება BMG TV-ზე. ნახვამდის.